Bismillah, alhamdulillah, assalamu alaikum, მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა იმის თაობაზე, რომ ქალბატონები როდესაც იყენებენ მანიკურს, იკეთებენ შილაკს და დამატებით ბრჭყილებს და ასე შემდეგ სხვა ნებისმიერ საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში დიდი განბანვა, ანუ ღუსლი და მცირე განბანვა, ანუ აბდესი ჩაითვლება თუ არა. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ყურადღება გავამახვილოთ მსგავს სიტუაციაში, როდესაც ნებისმიერი ის ქალბატონი რომელიც თავისი ჩაცმულობით ან მსგავსი საშუალებებით, ანუ გალამაზდება, გამოიპრანჭება ერთი სიტყვით და ქუჩაში, როდესაც გავა სხვა ან უცხო მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობს, ნებებს გააღვიძებს, ანუ ტოლვას გამოიწვევს, ასეთ შემთხვევაში იმ ქალბატონის დანაშაული არის იმის მსგავსად, რომ იმდენ მამაკაცთან რომ იმორუშოს. შეიძლება ძალიან ძიმედ მოხდეს, ძალიან გაგვიკვირდეს როგორ შეიძლება, მაგრამ ეს ეგრე არის, რადგან ქალბატონს მხოლოდ და მხოლოდ თავისი სილამაზე, თავისი მშვენიებები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მეუღლე უნდა ხედავდეს და არა უცხო მამაკაცები. შეიძლება თქვათ, რომ აი ქალის უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ, პირიქით, ისლამი ქალის უფლებებს იცავს, რადგან გარე საფრთხეებიდან თავი რო არ იდოს. თავარ თემას რო დავუბრუნდეთ, კითხვას რო პასუხი გავცეთ, მსგავს შემთხვევაში ვიცით, რომ ღუსლის, ანუ დიდი განბანვის დროს ფარზები, ანუ აუცილებელი პირობები არის ის, რომ ცხვირში და პირში ღრმად უნდა წყალი უნდა შევიცხათ და ამ მესამე პირობა არის თელის ხეულის გულდასმით დაბანვა, ანუ ერთი წერტილიც მშრალი ადგილი არ უნდა დაგვრჩეს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იმ ქალს აქვს მანიკური წასმული ბრჭყილებზე, ან შილაკი, ან დამატებითი ბრჭყილი, ან ნებისმიერი სხვა ნასხევლის სხვა ნაწილებზე თმა იქნება შეღებილი ან სახეზე გამოყენებული მაკიაჟი, რომელიც რომ წყალს არ ატარებს და სხეულზე წყალი არ ხვდება, ასეთ შემთხვევაში დიდი განბანვა, ანუ ღუსლი არ ჩაითვლება. ანალოგიური არის მცირე განბანვაზეც, რომელიც რომ სავალდებულოს სხეულის ის ნაწილები, რომელიც დაბანვაც სავალდებულო არის და წყალი როდესაც ვერ ხვდება, მცირე განბანვაც არ ჩაითვლება ასეთ შემთხვევაში. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუ მსგავსი რამეები გვაქვს ბრჭყილებზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, ჯერ ის უნდა მოვიშოროთ და შემდეგ უნდა შევასრულოთ ეს განბანვები. უზენაესმა ალლაჰმა გვაპატიოს შეცდომები და სწორი გზიდან არ აგვაცილოს.